ღმერთი სამშობლო ადამიანი. დღეს მოგესალმებათ არის ნიკოლოზობა, მე მინდა თვითონ თქვენგანს მივულოცო ეს საოცრად ბრწყინვალე დღე. მოგესალმებათ რომ წმინდა ნიკოლოზის ესე იგი ხატი, წმინდა ნიკოლოზის სახელი საქართველოში საყოველთაოდ არის ცნობილი, მისი ღვაწლის შესახებ ის გადაიბადა ესე იგი მეოთხე საუკუნეში მცირე აზიის ტერიტორიაზე და ის მოღვაწეობდა ძალიან დიდ ხანს, აღასრულებდა ძალიან მრავალ სასაულს, ბევრ სასაულს და რატომღაც ქართველმა ადამიანმა განსაკუთრებით შეიყვარა წმინდა ნიკოლოზის სახელი. მე სწორედ მის სახელს ვატარებ და ეს არის ჩემთვის მართლა ძალიან დიდი სიხარულიც და ამასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც. სწორედ ამ დღეს 22 მაისს მე გადაცემაში მოვიწვიე რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, ჩვენი ქართული ლიტერატურის და პოეზიის ბრწყინვალე წარმომადგენელი ბატონი დავით შემოქმედელი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ქართულ პოეზიაზე, მსოფლიო პოეზიაზე, გარკვეული იმ ტენდენციებზე, რომელიც არის დღეს პოეზიაში, წერილობაში, ლიტერატურაში, კულტურაში. მოგესალმებათ, რომ პოლიტიკურმა, ასე ვთქვათ, დაპირისპირებებმა მართლაც პიკს მიაღწია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ყოველდღე იცვლება მოვლენები და ყოველდღე ჩვენ გვესმის სიძულვილი სცენის გამოყენება. აი ამ ფონზე, როდესაც ტექნოლოგიური აფეთქება პიკს მიაღწია აფეთქებამ და მოხდა ისე, რომ რაღაცნაირად კომფორტისკენ სწრაფვამ და რაღაცა ფუფუნებისკენ სწრაფვამ უბრალოდ აი სასრული არ უჩანს აი ამ რაღაც სურვილებს, მდაბიო სურვილებს. აი ამ ფონზე ძალიან ასე ვთქვათ დიდი მოთხოვნილება სულიერებისა და ქართველი ადამიანისთვის, მეგობრებო, რამდენად დამახასიათებელი არის ის, რომ ყოველთვის საუკუნეების განმავლობაში თავის სულიერებას ქართული ადამიანი სწორედ პოეზიით, წერილობით, ლიტერატურით გამოხატავდა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ არა ქართული ლიტერატურა, პოეზია, წერილობა ქართული დღემდე არ იარსებებდა. სწორედ ქართულმა სულიერებამ და აი ამ პოეზიამ, ქართულმა ლექსმა გადაარჩინა ქართული ერი. აი მე ერთ ფაქტს შეგახსენებთ, რომ როდესაც შაჰ-აბასმა აოხრა რამდენჯერმე კახეთი, მოგესალმებათ, ყველაზე უფრო მძაფრი და ყველაზე უფრო მძიმე ბრძოლები სწორედ კახეთს გადახდა თავს და მე ვკითხა ერთ-ერთ დესპანს, რომ აი რა ხდებაო კახეთში, რამდენიმე რა ხდებაო და ერთ დიდ მუხის ქვეშ ქეიფობენ და მღერიან ქართველებიო და შაჰ-აბასი რაღაც გაკვირვებული დარჩა. სწორედ ესეთი სულიერების ერი ვართ ჩვენ, ესეთი გენეზისია ქართული ასე ვთქვათ ეთნოსი, ეს ქართული ასე ვთქვათ სულიერებას მოკლედ სასრული არ აქვს და განსაკუთრებით ქართული ერის და ნებისმიერი ერის ასე ვთქვათ სულიერება ჩანს სწორედ პოეზიაში. დღეს ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ 1000 გვარ თემაზე, ჩვენ შეიძლება ყველაზე უფრო ძვირფასი გავიწყდებოდეს, მეგობრებო, და ეს არის ქართული სულიერება პოეზიით. აი თუ შეიძლება ასე ითქვას. ხშირად ჩვენს გვერდზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც არიან დიდი ადამიანები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იცხოვრებენ და იარსებებენ ქართული ერის ცხოვრებაში. და სწორედ დღეს შეიძლება ჩვენ ამას ვერ ვამჩნევდეთ და იმ ხარისხით არ ვაფასებდით. აი ჩემი აზრით სწორედ ესეთი ადამიანია დავით შემოქმედელი, რომელიც არის 25 წიგნის ავტორი, რომელიც არის მრავალი სალექსო კრებულის ავტორი, რომელიც არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ლიტერატურასა და პოეზიას მიუძღვნა. მე მთლიანი გადაცემა მის შემოქმედებასა და მის ზღვაზე მინდა ვისაუბრო. ბატონო დავით, მე კიდევ რა თქმა უნდა თქვენზე მთელი გადაცემის განმავლობაში იქნება საუბარი თქვენი ღვაწლზე ქართული ლიტერატურისა და პოეზიის წინაშე. აი მოდი დავიწყოთ ესე, აი რა არის თქვენთვის პოეზია? აი ზოგადი კითხვა არის ეს. აი რას ნიშნავს აი თქვენ სულიერებისთვის, ქართული ერის, აი თქვენი თვალთახედვა, რომ აი იყოს ძალიან კარგი გასაგები ქართული ერისთვის. აი კაფეოთ ჩამოაყალიბეთ ეს ასე ვთქვათ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ბატონო, სანამ თქვენს კითხვას უპასუხებდე, მე მინდა ჩემ ერს, ქართულ ხალხს და ქრისტიანულ
სამყაროს მიულოცო ნიკოლოზობის დღესასწაული და თქვენ ჩემო ნიკოლოზ გილოცავთ თქვენი ფარველი ანგელოზის დღეს. ასევე ფარველი ყოფილიყოს ჩემი სამშობლოს. ამინ. რაც შეეხება პოეზიას, მე მიწერია, რომ პოეზია ზოგჯერ არის სიმშვიდეში დაბრუნებული ემოციები. ზოგჯერ არის არასრულყოფილი მონანიება. ზოგჯერ არის გაგიჟებული პროზა. ჩვენი გენიოსი ოჯახშოვილა წერდა, რომ მე მღერება და მღერი ვარ. აი მაგ შემი სათქმელი და მღერი ვარ. ანა კალანდაძე ამბობდა, რომ მე თუ მეწოდინება რა არის პოეზია, ზუსტი განმარტება, მე შეიძლება ვერაფერი ვერ შევქნა. იმიტომ ეს არის იმდენად იდუმალი და ამოუწირავი, იმდენ რამეს მოიცავს, როდესაც რაიმეზე საუბრობენ და ამაღლებულია და მშვენიერია, ამბობენ ეს ნამდვილი პოეზია. ამ სიტყვებს ამბობენ ისეთი ტიტანების მიმართაც, როგორც მიქელანჯელოა, რაფაელია, ლეონარდო და ვინჩია, რომ იტყვიან, აი ეს ხო ნამდვილი პოეზია. აი ეს ხო ნამდვილი პოეზია. ხატრობაზეც კი. ხატრობაზე ამხელა ტიტანებზე, რადგან ეს სიტყვა არის ღმერთი და ამდენად როდესაც ჩვენ სიტყვას თან მივდივართ, ესა უზარმაზარება სოხეცხოველობა, ჩვენ ამით უფალთან მივდივართ და ჩვენ უნდა ვაფასებდეთ იმას, რომ უფალმა მოგვცა ჩვენ დაგვატო ხელი და ჩვენ აი მდგომარეობაში ვართ, რომ აი ადამიანი რო ცდილობს ყოველდღიურად საკუთარი თავის სულის ზრდას და ფიქრობს, რომ მიუახლოვდეს უფალს და ავიდეს, რომ მისი სიტყვა იქ იყოს და მე ნელ-ნელა უფალი დაადევს ხელს და ეს იქნება უკვე შეხება. როდესაც მირზა გელოვანი გაოცებული ეუბნებოდა გალაქტიოს მუხლებზე და ეუბნებოდა დიდო გალაქტიო, ნუ თუ თქვენმა ხელმა ეფემერა მერი ლუჯაცხენები და ის დაწერა და უნდა ხელები დაგიკოცროთ და გალაქტიონმა უპასუხა, ანგელოსები მყარნახობენ, ძამიკო ანგელოსებიო. ამიტომ ეს არის რაღაცა მისტიკური ჩართვა, აუხსნელი მისტიკური ჩართვა, ძალიან დიდი საიდუმლოებაა ეს და ამის როგორც სიყვარული ბატონო. რა თქმა უნდა, როგორც კი ერთ ფორმულირებას მისცემ, სიყვარულზეც იმდენი თქმულა, ისა ყოლის მომცველი, ხო? სიყვარული ღმერთია, ხო? და ღმერთს უკვე როგორ შეიძლება შეეხო, ხო? და შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ, ხო? ესე შეიცანით ღმერთი, შეიცანით სიტყვა. და ეს სიტყვასთან მისვლა, ეგ არის ძალიან რთული საქმე, აი არ ვიცი. ამაზე უფრო რთული რა არის კაცობრიობის ისტორიაში, ბევრი დამარცხებულა სიტყვასთან და ბევრს გაუმარჯვია და მეთქნას რომ ეს გამარჯვება მოსულიყოს. დიდი იმედის მომცემი. ბატონ დავით, თუ თქვენ წაიგითხავთ თქვენი შემოქმედებიდან ერთ ლექს თავშივე მოდი ერმახოლ შეთავაზოთ და მე შემდგომში კიდევ რადგან სიტყვა ვახსენე მე გადავშალე ახლა ეს არის წიგნი საგნებსა და სიტყვებს შორის რომელიც გამოიცა 2020 ჩემ ბატონო 21 წელს გაიმარჯვა საქართველოში აი ახალი ქართული წიგნის კონკურსი გამომარცხა კულტურის სამინისტრომ და კულტურის სამინისტროს მიერ არის ეს ესეთი დაბეჭდილი და სიტყვის ჯვარით სიტყვაზე სიტყვისათვის ცადყოფილნი მოკლულ ფოთლებს გავდნენ სიტყვის სარმით დახოცილნი სიტყვის მადლით აღდგნენ სიტყვა ღმერთო გამაგონე ერთადერთი სიტყვა რაც არასდროს არ ვისმონებს რაც არასდროს ითქვა რაბი ნუ თუ შენ სიტყვა ხარ სიტყვის მადლით მოდი მიწისა ხარ ზეცისა ხარ საგოლგოთელოდი სიტყვა მესმის საგალობლად ტოდზე გოდებს მაფშალია მზე ბანზე ზის საწყალობლად უფლის წყარო დამშრალია დავდივარ და ცრემლით მღერი ლოცულობდა გაბმით ტირი სიტყვის საბნით ბურავს ერი საღათასი აწევს ძილი მოწამეთა რწმენა შიშით სიტყვა იქცა ბედის ნიშნად სიტყვით ვევნეთ სიტყვით ვიშვით სიტყვა რინგზე რბევით მცდიდა სიტყვა ისევ შენ თუ გენდე როგორც ნანას დედის თბილის საწამებლად მექცა დღემდე რომ
უძღები მერქოა შვილი მეც სიტყვა ვარ დიდ დაფაზე როგორ მშლიდნენ ხელაღებით და მაღვრიდნენ ბალაღამს ტანზე სიტყვის მღრიე ხელადებით ხან მონებათ ვევნეთ გზაზე ხან ეშმას გზით უბელადდებით მაინც სიტყვის სიმს ვეკიდეთ იმედით თუ ცრემ დარდებით დგავარ შენ წინ არც ამიწის არც ზეცის მსურს სამოსახლო მტრედით ამდგა მაცხოვრის თბილ ბაგით თქმულო სიტყვის მადლო ბრავო ბატონო სიტყვის მადლო აი ეს რაღაც საოცარ სიღრმეებს და მეტაფორებს იყენებთ თან ალეგორიულიც არის თქვენი ეს ლექსია სიმბოლისტური დატვირთვა აქვს მე გამახსენდა 1915 წელი მოგესალმებათ რომ აქვს როგორც პოლიტიკასაც კატასტროფის დღეები, ისე აქვს პოეზიასაც კატასტროფის დღეები. აი, სწორედ ესეთი არის, არ ვიცი გახსოვთ თუ არა ჩემო ტელემოყურებლებო, ესე იგი 1616 წელს, როდესაც თითქმის ერთდროულად გარდაიცვალა უდიდესი წარმომადგენელი ქართული კი არა და მსოფლიო ლიტერატურის ინგლისური წარმოშობის შექსპირი და ესპანელი სერვანტესი 1616 წელი და 1915 წელი, როდესაც 74 ასაკში გარდაიცვალა აგარი წერეთელი და 53 ასაკში შემდეგ გარდაიცვალა სწორედ ვაჟა-ფშაველა. აი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ აი ეს ორი თარიღი 1915 და 1616 წელი რაღაცნაირად ძალიან გავს ერთმანეთს ქართული ლიტერატურის კატასტროფის თვალსაზრისით და მსოფლიო ლიტერატურის კატასტროფის თვალსაზრისით თუ შეიძლება ასე ითქვას შექსპირისა და სერვანტესის შემთხვევაში. აი მე შემთხვევით არ მიხსენებია ეს დრო, როდესაც ლურთან არსებული ხელოვნების აკადემიიდან დამთავრებული პავლე იაშვილი ჩამოდის ქუთაისში და თავის ორ მეგობართან ტიციან ტაბიძესა და ვალერიან გაფრინდაშვილთან ერთად ქმნის ცისფერ ყაზელთა ესეთი ძვირფას გაერთიანებას, რომლის მიზანია რომ გადაარჩინოს ქართული ლექსი. მოგესალმებით აგერი წერეთლის შემდეგ როგორ გაღარიბდა ქართული ლექსთა წერა და ძალიან ბევრი ადამიანი წერდა და მათ ეგონათ რომ პოეზიას ქმნიდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს პოეზია არ იყო. და სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე პავლე იაშვილმა, ტიციან ტაბიძემ და ვალერიან გაფრინდაშვილმა დაისახეს მიზანი, რომ ქართული ლექსი გადაერჩინათ. და ეს სამწუხაროდ 1930 წლების რეპრესიების შემდეგ შეჩერდა. აი მე მინდა ბატონ დავით გითხოთ, აი ეს თქვენი რა ტენდენციებია დღეს ქართულ მწერლობაში? ხომ არ საჭიროებს სწორედ იმ მოდერნიზმს, სწორედ იმ რეფორმას ქართული პოეზია დღეს წერს თითქოს ძალიან ბევრი ადამიანი და თითქოს ეკლექტურია მიმდინარეობს. თუ ეკლექტურია, ანუ ვინ რას წერს, რა სტილია, რა სიმბოლოებია გამოყენება. მოგესალმებათ რომ სიმბოლიზმი არ არის ერთსახოვანი, ხო? ანუ მრავალი მნიშვნელობით შეიძლება სიმბოლოები ჩვენ წავიდოთ. განსხვავებით ალეგორიისგან, ალეგორია ერთსახოვანია, ერთმნიშვნელოვანია. და სწორედ ვერლენი ამბობდა ფრანგი უდიდესი პოეტი, რომ მუსიკა არის, მუსიკა და მუსიკა პოეზიაში, მაგრამ მოგესალმებათ მხოლოდ მუსიკა არ არის პოეზია. არის ასევე აზრიც, ასევე არის შედარება, ხატოვანება, ფერი, რაც არის. აი ამ კუთხით გისვამთ კითხვას საქართველოში პოეზიის და შოთა რუსთაველის და გალაქტიონის სამშობლოში დღეს რა ტენდენციებია, როგორ შეაფასებთ თქვენ აქაურ მდგომარეობას პოეტური პროზის და პოეზიის? უბრალოდ ცოტა ერთ ლექს დავამატებდი, რომ ცისფერ კანწელებზე ბრძანეთ თქვენ. იქ ერთი მომენტია, რომ ამ ცისფერი კანწელებმა პირველებმა საქართველოში სადეს, რომ ქართული ლექსი დაემკვნოთ ევროპული და ქართული, ანუ ეროვნული და ევროპული და აი საკაცობრიო ერთმანეთთან მიეტანათ ფორმის თვალსაზრისით. და ამდენად ეს იყო მაშინ ძალიან ავანგარდისტული მდგომარეობა, რადგან მათ საფრანგეთში მიღებული ჰქონდათ ეს განათლება, იცნობდნენ ძალიან კარგად ფრანგულ კულტურას
მათი პედაგოგი ასე ვთქვათ შეიძლება სკოლა იყო იქ გრიგოლ ბაქიძე ბრძანდებოდა და მათ ეს კარგად შეძლეს მით უფრო რომ აკაკის სტილიდან გამოსვლა იყო ძალიან რთული იმიტომ რომ აკა წერდა სადად მაგრამ ამ სისადავეში იყო უზარმაზარი ნიჭი და ამას ბევრი აცდუნა და იფიქრეს რომ ასე სადად და მივიღეთ უსახური პოეზია და აი აქედან იყო საჭირო გამოსვლა ქართული პოეზიის იმიტომ აკაკი რომელიც ამბობდა რომ თელი ჩემი ცხოვრება ჯვარცმა და ვაება ამირანის ჯაჭვებით დაბმული უკვდავება ხო და როცა ასე ყოველგვარი მეტაფორის გარეშე და ბოლოს თელი ეს სტროფი აღიქმება ერთ მეტაფორად. ასე რომ ეს იყო რა თქმა უნდა განახლება ქართული პოეზიის და მოგეხსენებათ რომ ზოგჯერ ხდება ის რომ ეპოქა რაღაც დონეზე მიდის ხო? იყო თქვა შუა საუკუნეები, მერე იყო აღორძინების ხანა, რენესანსი, მერე იყო იმპრესიონიზმი, მერე წამოვიდა მოდერნიზმი, ახლა პოსტმოდერნიზმია, იყო კრიტიკული რეალიზმი, ნატურალიზმიც იყო, ემილ ზოლასი და კონკრეტულ ნატურალიზმს წერდნენ და ასე რომ ეს თანდათანობით იცვლებოდა ეს მდგომარეობა, ხოლო ახლა ჩვენ მივედით უკვე ეპოქაში, რომელიც საქართველოში ამან დაიგვიანა და ამას შეიძლება ზოგმა მიიღოს, ზოგმა არ მიიღოს, ესაა პოსტმოდერნის ეპოქა, როცა უკვე მოდერნის ეტაპზე ავდივართ ჩვენ და ერთხელ ერთ დიდ პოეტს გერმანელს მენცესბერგერი ეკითხებიან რა იქნება პოსტმოდერნიო და ეს იქნება ბავშვის შემდეგი ბავშვი. ანუ ჩვენ როდესაც რეგრესი ხო რა რეგრესი კი არა რა ხდება იცი რეგრესი კი არ არის უпроშორეთ მაღალი გაგებით შეიძლება ეს იყოს რაღაცნაირი კრიზისის მომენტი რომლითაც დაიბადება ხო აპოკალიფსური ნიშანიც იყო ამის ნიშნები პირველად გამოჩნდა ბოსხის მხატვრობაში რადგან ბოსხი როდესაც ხელოვნება მიაღწია გარკვეულ ჰარმონიას ეს რაფაელის ხელოვნება და რო წავიდა აქამდე მე უკვე ხელოვნება მაგარიცოდა საით წასულიყო და სალვადორ დალი რომელიც მოვლენა იყო მან მე ვთქვა მე მივაღწიე რაფაელს მაგრამ ვეღარ გადავწილებდი რაფაელსო და წავიდა სხვა მხრივ გამიგეთ რომ უკვე იმისი გატკეპნილი გზით არებლო და აი ამ სიტუაციაში უკვე ხელოვნების მთავარი არსი როგორც ჩვენ ვიცოდით იყო ჰარმონიის მიღწევა აი ჰარმონია ყველაფერი პოლიფონიურია და ჰარმონიულია ხო ახლა უკვე მუსიკაციც შემოდის ატონალური მუსიკა და ხელოვნებაში ამოდის შემოდის თანამედროვე მსოფლიო ხელოვნებაში შემოდის აი ღირებულებაზე ნიჰილიზმი ირონიულად დანახვა კლასიკური მემკვიდრეობის და აი ამაში თქვათ იგივე ჩვენმა ჩემმა აკამურჩილაძემ გააგრძელა ფრიდონ ვეფხისტყაოსანი გააგრძელა და გაგრძელება გააკეთა თქვა თავისი მომენტით ფრიდონის ცხოვრება დაუშვათ იმაში რა ქვია შოუს გალაქტიონსას პოემა მშვიდობის სიგნი სადაც არის ესეთი ტენდენციები ხო პოსტმოდერნის ელემენტები საქართველოში იყო და გალაქტიონი რევოლუციონერი იყო ხელოვნებაში და იყო რა თქმა უნდა და მე ეს მიდის ზოგადად ეს ფორმებში თქვათ ასეთი სპექტაკლია ხამლეტი დადგეს სპექტაკლი სადღაც ხამლეტი მთელი სპექტაკლის განმავლობაში მაცივარში და იქედან ამბობს ესე იგი მიზანმიმართული ხო ეს არის რაღაცა ჩვენ დავინახოთ ესე იგი ადამიანიზება ხო რა იცი ჩვენ ვართ თვითონ ადამიანი დაეცა ზნეობრივად მორალურად და ხელოვნება ვეღარ ხედავს ამ იდეალს ადამიანში და იმ დაკნინებულ ადამიანს ხატავს ბოსხისთან იყო ეს ისა პიკასომა ჩვენა პირველად დანგრეული სინამდვილე ესე იგი და ბერდიევი წერდა რომ ახედან ხო არ იწყება მაღალი გაგებით ხელოვნების კრიზისი ანუ დაიმსხვრა ის ძველი ჰარმონია იმსხვრება და ჩვენ რომ რეალობა დავხატოთ ახლა ჩვენ ეს არ გვაქვს ეს რეალობა რომ დავხატოთ არ გვაქვს ეს ჩვენ ჰარმონიული ურთიერთობები არა არის ამაღლებული მდგომარეობა და ამიტომ ხელოვნება გადადის და ამიწევს ამას დამიწებული ხელოვნება ქვია რომელიც გიჩვენებს მთელი სისავსით აი ამ დღევანდელ ყოფას და რა თქმა უნდა ამას ახლა ტრადიციული ხელოვნების მოყვარულებისთვის ძნელად მისაღებიან თუნდაც ჩემი თაობისათვის ეს ისეთი მომენტია როგორც
ხო და თქვა თეატრში მოგეხსენებათ რევოლუცია მოახდინა რობერტ სტურუამ იმით რომ და ეს ბრეხტის კონცეფცია იყო რომ მანამდე თეატრში ითვლებოდა ყველაზე დიდ მსახიობად ის ვინც იაგოში ასრულა ისე რომ მაყურებელს ნამდვილად იაგო ეყონა და ყველაზე დიდ მაყურებლად ის ვინც ამ იაგოს ესროლა იმდენად შევიდა როლებში და ის ძეგლი დაუდგეს რომ აი ესეთი დიდი მსახიობი მაგრამ და აქ იყო ეს კონცეფცია მე ეს კონცეფცია შემოაბრუნა ბრეხტმა და ბრეხტმა თქვა ის ვინც თეატრში თქვა თანაგანცდას გამოიწვევდა მაყურებელში მსახიობს უშვებდა ანუ ისე უბნებოდა რომ და მე ეს რობერტ სტურუამ გააკეთა რობერტ სტურუა სპექტაკლებში არა უკვე რა ხდება ისა მიმეტური თეატრი რომელიც ჰქონდა იმას სტანისლავსკის და დიდი კორიფეები რო იყო ხო ამან შემოიღო ანტიმიმეტური არა მიმსგავსებით და ეს რაც გეუბნება იცი რო იწყება რობერტ სტურუას კავკასიური ჩარჩეს არა მე ახლა პოსტმოდერნიზერე მასულა არა გეუბნება ის რომ მეგობრებო ჩვენ ახლა ვთამაშობთ სპექტაკლს ჩვენ ახლა გავითამაშებთ სპექტაკლს ჟანრი ლულაშვილი ყოველთვის გეუბნება არ ეს ნამდვილი ამბავი კი არა ჩვენ ახლა სახიობა გვაქვს ჩვენ ახლა შენ არ იფიქრო რომ ეს ნამდვილია და არ შეხვიდი ამ როლებში შენ უყური ამას როგორც ხელოვნებას ხო როგორც სპექტაკლს და განცდას დაანებეთ ახლა ამას ეს რა ქვია ჯონ ბატონო ბრეხტი ამართლებდა იმით რომ თუ მაყურებელი ჩაერთო ამ განცდაში მაშინ ის ვერ დაინახავს რეჟისორმა როგორი მუშავა ტექსტში რა სიბრძნეა და მუსიკა როგორია, განათება როგორია, რიტმი სპექტაკლის როგორია და მეორე რამე ყურადღების მიღმა ხო, ამას ხდება და შეხარ იქ იმან მოკლა, იმან უღალატა, შეხარ ამ ემოციაში. ამბავში. ხო, ამ ამბავში ხარ. ჩათუ და ეს სრულიად ახალი კონცეფცია. გამიგე? სრულიად ამიტომ იყო რომ შემთხვევითი არ იყო ესეთი დიდი კორიფე ქართული თეატრის როგორც იყო აკაკი ხორავა. აკაკი ხორავამ არ მივიდა რობერტ სტურუასთან და თქვა მე ვერ დავიდები და თქვა იმან რაღაცა საგანი მათამაშოს და რობერტ სტურუას თეატრი არის მე ხშირად მისაუბრია რობერტ სტურუას თეატრი არის დიქტატორული თეატრი აი მე მსახიობები მყავს და მე ჩემი მიზანსცენა მაქვს და მსახიობი მე ამ დავალებას მისულებდა მორჩილება ხორავა იყო თვითონ იყო თეატრი ეს კაცი და ის უდიდესი მსახიობი ხო რა თქმა უნდა ეგ თავისთავად მაგრამ თვითონ ვერ გახდებოდა რეჟისორის მიზანსცენების რაღაც მონაწილე ამან ერთი მსახიობი ბოლოკია სკამია თამაშაო ზოგიერთ მსახიობს გამიგე ზოგსისო და იმას არ შეეძლო რომ მისთვის მთავარი იყო ყოფილიყო თვითონ მსახიობის თეატრი ყოფილიყო და არა რეჟისორის ლაპარაკობდნენ რობერტ სტურუას თეატრი მაგრამ იქ ლაპარაკობდნენ ხორავას და აი ეს მოდის რომ გადმოეღვარა თავისი ნიჭიერება და ესაც მსახიობს რა თქო მაყურებელსაც ეს შეეგრძნო და იმას არ ჭირდებოდა არ შეეშალა არავის ხელი არ ჭირდებოდა დეკორაცია და ფერები და ესაც ლოდოში გაიმართა ოტელოს მონოლოგში სოფლიო მსახიობები ჩავდნენ და იქ ლორენს ოლივიე და სულტე კორიფეები სოფლიო და იქა ჟიური და გამოვიდნენ ესე მსახიობები არის დიდი დეკორაციები მორთულია სცენა და გამოდიან და ბოლოს ხორავა გამოვიდა ესა საბჭოთა კავშირის ორდენი ჰქონდა მედლები და ხალხსტუხი და გადიხდა სხვები გამოვიდნენ გრიმით და რო დაიწყო არაობა და 7 წუთიანი ყველაზე რთულია 7 წუთიანი მონოლოგი ყველაზე დიდია თეატრში და ამხელა მონოლოგი და ამან რო თქვა რომ არაობა და რო დაიწყო და რო დამთავრდა დარბაზი ჯერ გაჩერდა და მე ჭერი ჩამოვიდა ძირში და პირველი ადგილი დაიკავა უდეკორაციოდ მისი ხვით და ამიტომ ის სხვა თეატრია ახლა სხვა თეატრი ახლა ხელოვნებაშიც მოდერნიზაცია ის ფერყანწელებთან რო გაქვთ ეს ლექსი გოდერძი ჩოხელს გოდერძი ჩოხელს ეს ისა ველიბრია და ველიბრია ახლა და ბაზისტვის აუდიტორიისათვის ველიბრი საინტერესო იქნება განმეორებითაც უყურებენ ხოლმე რაღაცა კი ხედა გამოდიარე გოდერძი ჩოხელი მოგესალმებათ არის ძალიან თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი პროექტში რა თქმა უნდა ჩვენ იყო მაშინ ასეთი კაცი და არა მარტო მის ლექსებიც აქვს მაგრამ საინტერესო ჩემს მოგონებებში არის ეს წინში გამოდის გოდერძი და მე ერთდროულად მოხდა ჩვენი წარდგენა იყო ასეთი კომუნისტური გაზეთი ახალგაზრდა კომუნისტი ახალთვალას არ ახსოვს იყო ასეთი მაგრამ ლიტერატურას უთმობდა დიდ ძებს და პატარა ბიჭები იყო ორივე და პირველი რუბრიკა იყო ასეთი სინჯაო კალავს პატარა ბიჭები ვარ და პოეზიაში შესulis მაშინ ძალიან ძლიერი მოთხოვნილება იყო ახლა ყველა შეუძლია დაიძახოს პოეტი ვარო და გოდერძის ნოველა დაიბეჭდა და ჩემი ლექსები პირველი ისა და ნუ ძმაკაცი იყო ჩემი და ნუ ეს ლექსი არის ველიბრია თქმა უნდა ურითმოთ ერთული ისა ხმები გოდერძი ჩოხელს ხმები
მიღმიეთიდან რო ბრუნდებიან, არც რო იცი თავს როდის და გადყდებიან. კადრები ხერბარიუმში შემალულ ბავშვობასავით რომ არ ხუნდებიან. თვალის ერთი დაფახულებაა საჭირო რომ რეტროსპექტული გამოფენებივით თვალ წინ ჩაიაროს. საით მეტია ადამიანთა სევდა ძმავო, აქეთ თუ მანდ. სულეთშიც ბევრჯერ შემოვაბიჯე და წესით სადმე უნდა გადაყროდი. სად მიდიან ჩვენი სიზმრები? თავს სად იყრიან? საძმო საფლავს სად პოულობენ? დედა დაუმარხე მამა. საკუთარი თავით შემომემარხა და დავრჩი ასე საკუთარი მეს ნაწილი გადადგაბნილ პეიზაჟივით. წარსულს რომელ ერევა და აწყოსთანაც ვერ დაუდებს ვერაფრით ბინა. ჩამოდი ძმაო გურიაში, როგორც ერთხელ ბიჭობაში. ჩემს გაჭვარტლულ ჩარგვარში თეთრ არაგვში ჩახატული მთა შემოიყოლე. შავი არაგვივით აჯაგრულ ღრუბლები ამაშორე. ბერდებით თანაბრად. შენ მიღმიერში მეცხადში. ვერ გპატიობ, ხილვაში ერთხელ მაინც უნდა შემოეხეტო რომ ყდიდან ყტეზე მფრინავი ჯიხვი და გურიის მთების მიხვეულ მოხვეული ბილიკებით სამდე აწეული კრიმანჭული ერთმანეთს დავაწყვილო. სინერგია პანაცია ამ სამყაროში, სხვაც წახვეც ქარი. დაჭმუჭნილი გაცრეცილი ფურცლებიდან პერსონაჟები გარბიან მთებში. აქ რა უნდათ რა ეს საქმებად. ბარისახოს მჟაվել წყლებთან მუხს ასვენებენ და შეყვებიან სვენებით ვიწროებს მერე. ჩვენ ერთმანეთის უჯრედებში ჩავსახდით უკვე. ერთხელ კიდევ მოვიხილოთ გზა ჩემს შინისკენ. შენკენ მიხმობ მარადიულში. რომ ავშორდე ამ ტყეს ქაოსის. აბრაკადაბრას, ხოლო სიმართლე საით უნდა გადასწონო სამთოქმა თავი, გამობმულმა სიკვდილ სიცოცხლეს, იცის მხოლოდ უზენაესმა. ბრავო, აი უდიდესი მადლობა მინდა მოგასალმოთ, რომ აი ამ გადაცემაში ესეთი თავებრივი სიტყვები წარმოთქვით და ეს არის აი არ ვიცი, ანუ ურითმო, მაგრამ უდიდესი სიღრმეების ტექსტი, რომელმაც მართლა შემძლე სულიერად და ეხლა მე არ შემიძლია არ გავაგრძელო თქვენი შემოქმედებიდან დედის საფლავზე ამოსულო ყვავილო ნიავზე რომ იხევი დედის სულ თქვა მგონი ხარ აი ეს პატარა მინიმები აქვს საოცარი ბატონ დავით ძვირფასდელ მოყრობლებო ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე სოფლის ბილიკო სასაფლაოსკენ რომ გარბი ხარო ეს რაღაცა საყვედურია სოფლის ბილიკთან და ცხოვრების შეულ ესე თქვა დინარებასთან მიმართებაში ჩემს ბავშვობასთან წაგეყვანე სოფლის ბილიკო სასაფლაოსკენ რომ გარბი ხარ მე ჩემი უძილო ღამეებიდან შენს მარადიულ ძილამდე რამდენი გრძელი ზამთარია დედა აი ამაზე თბილად აი ამაზე უფრო სიღრმისო ასეთ გულზე მოსახვედრად როგორ შეიძლება გამოხატო დედისადმი უდიდესი დაკარგვის კივილი და სიყვარული ჩემი უძილო ღამეებიდან შენს მარადიულ ძილამდე რამდენი გრძელი ზამთარიაო დედა ეს არის ესე იგი ხოკუ და ტანკა ეს მოდის საფუძველი მოდის თქმა უნდა იაპონურიდან არის ურთულესი ჟანრი რომელიც არის ნეფსის ყუთზე დაწერილი თქვათ იმას თავისი ფორმა აქვს მმართველთა რაოდენობა ეს მიცემული აქვს ამას ქართული ფონი და ეს ძალიან რთულია ჩემი აი ძალიან დიდი მადლობა აი რატო არის რთული იმიტომ რომ ძალიან პატარა ტექსტში უნდა ჩადი უდიდესი აზრი და უდიდესი გრძნობა უდიდესი სიღრმეები უნდა იყოს შეუდგა და თანაც ისეთი რომ პოეზიამ გაიარა სულში და დაინახო იმ ერთ წერტილში დათქმა რაღაცა წერტილოვანი დათქმა და იქ უნდა მოხდეს ზუსტად აი მიზანი მე გამოცემული მაქვს სიგნი რომელიც თარგმნილია უკრაინულად რაულ ჩილაჩოვამ თარგმნა რისთვისაც მადლობას ვეუბნები და გამოსცა მან თვითონ ასევე ითარგმნა სომხურად წვეთები მინაზე რომელიც მხოლოდ არის აი ესეთი ფორმის ბატონ დავით აი მე მინდა გითხოთ აი თქვენ ხართ ძალიან მრავალფეროვანი მწერლობაში ანუ თქვენ წერთ ასევე მოთხრობებსაც წერთ მრავალსახვან არ არსებობს თქო სტილისტიკა არ არსებობს რაც მიმდინარეობა
დღემდე ცნობილი ყოველ შემთხვევაში რომ თქვენ არ გეცადათ აქ თქვენი კალამი და თქვენი რაღაცნაირად ყველა თქვენი ლექსში გამორჭვივის ეს თავისუფლება რომ თქვენ არის რაღაც ერთ მიმართულებას არ მიხვდებით აი რა განაპირობებს ამას თქვა ეს თქვა რაღაც თქვენი მიზანი ხო არ შეიძლება იყოს თუ ეს არის რაღაცნაირად თქვენი დიდი შთაგონება შეიძლება ერთ წელიწადს წეროთ ერთ წილში მეორე წელიწადს მეორე წილში მესამე სხვა აზრი მე ისევ დაუბრუნდეთ იმას ანუ მთელი ოკეანეა თქვენი შემოქმედება და ანუ როგორ ახერხებთ ამას ერთი კაცი რომელიც იწევს აი ამ ხელა სამყაროს და სამყაროებს მე მინდა ვთქვა როგორც აი სამყაროში სამყაროებია ძალიან ბევრი ხო აი ეს პლანეტები და ეს სივრცეები აი თქვენშიც ესე არის ხო ხლა რა არის რომ ახლა ძალიან ბევრი პოეტი ირჩევს ერთ სტილს და ეს ერთხრივ კარგია რომ ირჩევს იმით რომ ყოველთვის შეიძლება მისი ლექსი სხვაში არ შეგეშალოს და ამას რა თქმა უნდა ქვია საკუთარი ხმა მაგრამ გაცილებით უფრო რთულია რომ სხვადასხვა ფორმა მონახო და მაინც შენი ხმა შეინარჩუნო ესე იგი თქვა ერთი რიტმით ერთ მარცვალთა ერთი რაოდენობით ცეზურაც ერთნაირი არის და გარითმაც ერთნაირია თქვა და აბეაცდ ან იყენებ თქვა ასე ან იმას ამითი შეიცნობა მაგრამ მეორე მხრივ ამ ასეთ პოეზიას აქვს თავისი ნაკლი იმიტომ რომ არ შეიძლება ერთი რიტმით დაწერო დორე ალაზანზე და არაბზე ლექსი იმიტომ იქ უფრო თქვა როდესაც გალაქტიონი წერს ქარზე ის აჩქარებულია და ქარის ხროლვა უნდა იგრძნო მაშინ ფორმის თვალსაზრისით ხო ბუნებრივია და ახლა ხვდები პოეტს რომ სათქმელი აბსოლუტურად და ფორმა და სათქმელი განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამიტომ მე მინდოდა ამ შემთხვევაში რომ სათქმელი და ფორმა ყოველთვის ერთიანი მქონოდა და მე თუ ერთ რომელ რიტმს ავიღებდი თქვათ დორე რიტმს იქ მე იმ ექსპრესიას ვერ ჩავდებდი ან ექსპრესიული ფორმა თუ იქნებოდა იქ ვერ ჩავდებდი დორე რიტმს ამიტომ ეს რაც შეიძლება ახლა პოეზია და პროზა მითხარი თქვენ და ჩემი პროზა თარგმნილია სხვადასხვა ქვეყნებში და ოპერა არის მასზე დაწერილი ცოდვის სტილზე რომელიც ალბათ უნდა განხორციელდეს და საქმე არის რომ აქ არის აბსოლუტურად დამოკიდებულება ორი აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება არის პოეზიაში რაშიძეც არ უნდა წერდე მე ვწერ თქვათ ფრანსუა ვიონის მონოლოგი ან მოდელიანის მონოლოგი ან დონ კიხოტის მონოლოგი იქ მე ჩემს სულზე ვილაპარაკო ჩემში როგორ შემოვიდა დონ კიხოტი და მე როგორ ხედავ ამას და მე უნდა დამინახო და რა საერთო აქვს იმ სულთან მე იმ დონ კიხოტთან იმიტომ ყველა წმენის ადამიანში ყველა წმენის და მეოცნებ ადამიანში დღეს გარკვეულად დონ კიხოტი და ყველა ისეთ ადამიანში რომელსაც თქვათ მისი ხელოვნება სიცოცხლეში ვერ იქნა ისე მიღებული დევს მოდილიანი თავისთავად და ის ჩემ თავზეც ვლაპარაკობ და მოდილიანზეც ვლაპარაკობ რაც შეეხება პროზა აბსოლუტურად განსხვავდება პროზაში საკუთარი თავი გააიტანო უნდა ნაწარმოებიდან და შენ როდესაც ასე ნაწარმოებს წერ იქ გადასახდე უნდა თუ ქურდზე წერ ქურდის ფსიქოლოგიაში მშობიარე ქალი როა ისე უნდა აჩვენო მშობიარე ქალის ტკივილიც როგორც მშობიარე მაჩვენა მეომარია მეომარი უნდა აჩვენო ფილოსოფოსია ფილოსოფიურად და უბირი რაღაც გაუნათლებელი თუ ვიღაცა თქვათ უზნეო პიროვნება მისი უზნეო და იმაში უნდა შეხვიდე შემთხვევითი არისო რომ სტენდარტს უამრავი ფსევდონიმი ჰქონდა და 50-მდე და იცვლიდა მას იქ თუ შენ პერსონაჟს ხატავ და ის პერსონაჟი უნდა დაინახოს კითხველმა და ის პერსონაჟი უნდა იყოს დამაჯერებელი მახსოვს ერთხელ ერთი მოთხრობა მაქვს წიგნის მახსოვს ასეთი გამოცემული რატომ ტირიან ჩიტების ზამთარში ასეთი მოთხრობაა და იქ არის ერთი ქალის ბედი და წყვება თავის ცხოვრება შვილიშვილს თან არის ახსარებას ეს ქალი ხო და მახსოვს მაშინ ახალი შემოსული იყო ეს ინტერნეტი დიდი ხნის ამბავი და იყო ერთი ასეთი ლიტერატურული საიტი წელებისთვის ებლით ფოქვიოდა მარტო წელები ვაქვეყნებდით ნაწარმოებებს ემითი იმათი რა ქვია ჩვენ ფსევდონიმებთან ანუ ჩვენ ვინც ვართ იმას არ ვაცხადებდით ანუ ხო და მე მკითხველი და კრიტიკა იმას კითხულობდა იქვე წერდა დასკვნებს როგორია და რა არის მაგრამ სერიოზული კრიტიკოსები და ლიტერატორები და მე ახლა ესეთი ძალიან ისაა და დავდე ეს მოთხრობა მე და ორი ქალი კითხულობს ახლა ამას და ავტორი არ იციან ვინ არის
და არჩევენ ახლა ორივე ლიტერატურია ხარისხი აქვს დაცული და კრიტიკოსები არჩევენ და მიყვნენ და ახლა ავტორს ვერ მიხვდნენ ახლა მე ვერ მიხვდნენ ავტორი ხო და ერთი კი ვიცით ორივე შეთავაზე რომ ამის დამწერი არის ქალი კაცი არა ალი არ გაუ ხო ეს მიხვდნენ ხო და ამის მერე ერთი კრიტიკოსი აღიარებული საქართველოში ერთ-ერთი პირველი მეტი ლევან ბრეგაძე და ლევანს მივედი და უთხრა ლევან უთხრა პირველად გამოვაქვეყნე და ის მივიღე რომ ქალიაო და ასპრეს მეთქი ჩემზე მეთქი დათო მითხრა ამაზე დიდი შეფასება დღეს შენ კრიტიკიდან არ მიგიღიაო რასაც ჩვენ წერდითო იმიტომ რომ იმათ დაინახეს რომ შენ ქალი ფსიქოლოგიაში როგორ შედიხარ როგორ გადადი პროზაში ქალის შტეფან ცვაიგი გამახსენდა ხო როგორ ხო კი რა თქმა უნდა და ფლობერი კიდე როცა თქვა რომ მადამ ბოვარი მე ვარო ფლობერმა თქვა ქალზე დაწერა მადამ მე ვარი ხო მადამ ბოვარი ის მე ვარ ვინა უყურს მადამ ბოვარი გადაიტანა მე ქალად აქცია ასე რომ ეს ასეთი რამ აქვს ისე პროზასა და პოეზიას შორის ასეთი ძირეული განსხვავება და სულ სხვა დრამატურგია ახლა პიესას მაქვს დაწერილი დრამატურგია არის ისეთი რამ რომ სადაც რემარკა სადაც პეიზაჟი ვერ აქცევ ვერაფერი დიალოგებით უნდა ილაპარაკო ხოლმე სხვა ვერაფერი ვერ გეხმარება ახლა მოთხრობაში ბუნებას აღწერს რაღაცა ცუდი ამბავი ხდება და მანამდე ელვას მოიტანა ხო მანამდე ელვა ქუხილია და მე უბედრება ხდება ხო რაღაცას მიანიშრებს რაღაცა სიმბოლოები შემოყავს მიდიხარ მე თვითონ ავტორი ყვება თავის განცდებზე პროზაში არაფერი არა მარტო საუბარია ორი კაცი ლაპარაკობს და უნდა დაიხატოს მთელი მოქმედება სიმწვავე იქ კულმინაცია აიწიოს უნდა იმიტომ აუცილებელია იქა დაძაბულობა უნდა შეიქმნას პერსონაჟებს შორის და მე კვანძის და როცა ვწერდი ამას მე ვწერდი ადრე ასეთი პიესა იყო ესე იგი გაბზარული ფირფიტა ხო და ახლა იქ უკვე საინტერესო რაღაცა ხდება ახლა პროზაში იმაში დრამატურგია კიდე სულ სხვა რამეა თქვათ ახლა ასეთი სცენა რომ ქალი ღალატობს ქმარს და ბანალური სცენა ხო ბანალური სცენა ახლა მე დრამატურგიის საიდუმლოებაში ქალი ღალატობს ქმარს ახლა ქმარს რო ღალატობს მე ამას ვერ ვეთქვი კითხავს რომ ეს ქმარს ღალატობს და ამ დროს ამ ქალმა ქმარს ელაპარაკება თქმის სიტყვებს რომ მიყვარხარო და უნდა უღალატოს და მე მოწამლოს უნდა საყვარელის გავს მოწამლოს ამას შენ ვერ იტყვი რომ აგი ქალი ამას ეს ქალი თვითონ ვერ იტყვის მე ამას ვაგე ქმართან არის ამ დროს შენ რო იმის თქმის სიტყვებს ელაპარაკება ეს უნდა აჩვენო ყალბი ისეთი ყალბი რომ შენ რომ ყალბად ის სიტუაცია ყალბად რომ მაყურებელმა ნახოს რომ აი ნახე რა ყალბად ელაპარაკება და რა გულწრფელი და შენ მეტი საშუალება არ გაქვს და ახლა შენ შეაბრუნო ის მომენტი რაც პროზაშია პროზაში ხო ვიღაცა არა ახაც არის მომენტი როცა საგმიროთ მიდის ადამიანი უნდა აჩვენო ამ დიალოგში რომ ის მაგრამ თუ ღალატს აპირებს qalbi dialogi უნდა აქვს სპეციალურად სიყალბე ძალიან რთული ხო სიყალბე უნდა აქვს და იგივე სიტყვას ეუბნების თუ ძალიან ნათელი იქნება სიყალბე ესაც თავისას შეფარული სიყალბე იყოს ხო ის სიყალბე ისე უნდა იყოს რომ თლად არ ყვიროდეს მაგრამ მაგურებელი ხდება რომ აქ ისე ელაპარაკება ამას არ არის გულწრფელი და ეს არა გულწრფელად ხო ლიტერატურის ისე არ აქვს შენ გულწრფელად წერო აქ შებრუნდა ეს სიტუაცია 180 გრადუსი გამიგე და ახლა უნდა აჩვენო შენ ეს სიყალბე არაფერი სხვა საშუალება არ აქვს არა გახაზო საშუალება არ აქვს შე ესე იგი ლექსი უნდა აწეროს შენი გულწრფელობა თუ გულწრფელი არ ხარ ლექსი არ არის აი ეს ძალიან კარგი მიგნება იმიტომ რომ პოეზიაში რომ აი ესეთი ნამდვილი არ იქნები და გულწრფელი არ იქნები ჯობასთან მოგლა ეს გამორიცხულია ხო ანუ ამას ალტერნატივა პოეზიაში გულწრფელობას ალტერნატივა არ აქვს თუნდაც ხშირად არის ხოლმე რომ აი ღირებულებების მიმართ აი წმინდა ღირებულების მიმართ პროტესტიც უჩნდება პოეტს ხანდახან და ესაც დიდებული პოეზია ისე უნდა გამოხატოს ეს პროტესტი ამ წმინდა ღირებულების მიმართ რომ ესაც ძალიან ასე თქვა თავისთავად იყოს პიროვნების გალაშქრება იყოს რაღაცა თქვა იყოს იქ იმ სიყალბეებთან რაც ხშირად თითქოს წმინდა ღირებულობა მაგრამ იქ შეფარულად ის სიყალბე და ის რაღაცა ზნეობრივი კრიზისი გრძნობა ხოლმე ხო და ამიტომ მე ვფიქრობ რომ პოეტს არ აქვს ალტერნატივა იყოს გულწრფელი მაგრამ აი როგორც ბატონი დავითი ამბობს აი დრამატურგიაში
ხო, გარკვეულ პერიოდში, გარკვეულ სიტუაციაში ხდება. ყოველთვის არა, მაგრამ არის რომ ანუ როცა ვთქვათ, ორგული ადამიანი და როდესაც რაღაცა მიზნები აქვს მისი ღალატის არ ამას, შენ მისი ორგულობა და დიალოგით, სიყალებით უნდა აჩვენ. qalbit დიალოგით. მაგალითად ანუ თუ შენ გინდა რომ საუბრად მიდის ადამიანი და იქ დიალოგში იყოს აბსოლუტური გულწრფელობა და ისა, აქ უნდა შეცვალო ეგ სიტუაცია და ასე აჩვენო, შენ სხვა საშუალება არ აქვს. ბუნებას პეიზაჟში შემოიყვან და ავტორი რაც ფიქრობს, იმას არა. აქ დიალოგებით უნდა შეიქმნას სიუჟეტი და დიალოგით უნდა შეიქმნას სათქმელი. სათქმელი, რა თქმა უნდა. აი ბატონ დავით, მე მინდა მოვასწროთ ჩვენ აი ორ თემაზე საუბარი. პირველ რიგში მე მინდა 1990-იანი წლების ძალიან დიდ კატაკლიზმებს საქართველოში შევეხოთ. როდესაც ჩვენ წინ იყო სამოქალაქო დაპირისპირება, განსაკუთრებით, როდესაც თბილისში გავარდა პირველი თქვა ტყვია და შემდგომში მოგესალმებათ სოხუმი რაღაცნაირად იქ განვითარდეს მძიმე ეპიზოდები და იყო ომი სამოქალაქო ეს ყველაფერი ცხინვალში ასევე სამოქალაქო ომი და დღეს ჩვენი იურისდიქცია სამწუხაროდ არ ვრცელდება სწორედ ამ ორ რეგიონში 1990-იანი წლები ჩვენს უახლეს ისტორიაში ძალიან დიდი დაღია, ძალიან დიდი ჭრილობა, ძალიან დიდი მოუშუშებელი ჭრილობა, რომელიც გააზრდებს და კიდევ თან წაიყოლებს ძალიან ბევრ წელს. აი, იცით როგორ არის რომ გადის წლები, რაც უფრო მეტი წელი გადის, მით უფრო მეტ ტკივილს ატარებს თითოეული ჩვენგანი 90-იანი წლების ამ უმძიმესი ვთქვათ მოვლენების გამო. ბატონო, თქვენ გაქვთ მარცხზე აი საოცარი, აი პოეტი რო გამოხატავს იმ ეპოქის სურს, ისე ვერც ერთი ხელოვანი ვერ გამოხატავს. მე თამამად შემიძლია ვთქვა. აი მე მახსენდება 1921 წლის 25 თებერვალი, როდესაც კოლაუ ნადირაძემ 25 თებერვალი აი როგორ შეიძლება ალტერნატივა მოიძებნოს სხვა ხელოვნების გამოხატულებისა, როგორიც მაგალითად 25 თებერვალია კოლაუ ნადირაძის, როდესაც ის აღწევს 1921 წელს როგორ შემოდიან წითელი არმიის ჯარისკაცები და როგორ ახდენენ საქართველოს ანექსიას და ოკუპაციას. აი სწორედ ესე გამოხატავს ჩემი აზრით 1990-იანი წლების უდიდეს კატაკლიზმებს ეს ლექსი. თქვენ ეს მე ვიცი რომ ზეპირად იცით და კი ბატონო, მე მინდა რომ ოზიამ მივიყვანო მაგამდე ხუმარობა, იმიტომ რომ ჩვენ მივედით იქამდე რომ ჩვენს ფებს, ჩვენს სისხლს, ჩვენს სხეულს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს კარგავდით, მაგრამ მანამდე ჩვენ კიდე დიდი ტკივილი ქონდა ტაო დავკარგეთ და ეს იყო უზარმაზარი ტკივილი და ჩვენ დავღიხით ახალი საშიშროების წინაშე ისევ ახალი ტაოს, რომელიც ტაოკლარჯეთ იყო ქართული სულიერების ცენტრი, საიდანაც მოდიოდა თქვათ ქართული სულიერების მწვერვალი, რაც გრიგორ ხანძთელმა თავის დიდი მოღვაწეობით შექმნა და ამიტომ მე რომ ესე განწყობა შევქმნა, ტაოზე წავიკითხავ ლექსს და შემდეგ მივალ იმ აუცილებლად. მე საუკუნე გრიგორ ხანძთელი. ტაო ცრემლების სულში გაწვიმდა. ტაძრებია თუ სანთელის ეცის, აქ უსასრულო დუმილი მინდა. მაგლოვეთ ჩაშლილ თაღებთან ჩემთვის. მიაღწარსულმა შემომაკივლა ჩადრში ჩამალულ ცრემლებს მალავდი, მოეძინის ხმით აყივლდა დილა, სისხლო ელვისფრად როგორ ალდი, პაპის ძვლის გვერდით რადა მაძინებს, გაძიძებული თუ მეგულები, ნუ თუ გარდასულ შენს ლამას შვილებს, არ ერქვათ შენთვისნაირ დგულები, სამშობლო ელდა, იუდას ვერცხლი, მამულს ცხელ სისხლით ვიწერ მაჯაზე, წუხელ ზედაზეს ეკიდა ცეცხლი, დაჭრილი მთვარე ეგდო არაგუზე, ახ ყოველ გოჯზე ვაბიჯებს სისხლში. სამშობლო კლავენ,
შეშლილი ყვირი ეს ქართლის ციხეს ცისკრებს ჩეხავენ ნისში თუ ტავოს მიწას ბუნება სტირის კოდები სიცოცხლე ვეღარ ელვარებს ვერძ და გიცავი ვერძ და გიხსენი ცრემლით კიდია ბებერ მწვერვალებს გაფითრებული დროშა იბერის სულზე სიმწარე ისრით მეხება პონტოს ვირთის ქვეშ ელავს ხედები დიდ ნენეს კერის კვამლი მეცხება წამში 1000 წლით გიბერდები აქ სისხლით არის ნამული გულიდან ციხე გუჯრებს ნთხეული სათოფურებში მოჩანს მამული ვით ნაისრალი უფლის სხეული ვეცემი შენს თბილ ფრესკებთან რიდით მე დედო მკვდარი ქართველი მქვია და ჩემი შვილის თვალებშიც კივის საქართველოსთვის ნასროლი ტყვია. ბრავო ბატონო დავით ეს შედევრია პირდაპირ მნიშვნელობით ჩემი აზრით და ეს ქართულ პოეზიას დაამშვენებს როგორც მართლაც უდიდესი ტკივილის გამოხატულება მართლაც ძვირფასო დელმაყურებლებო ეს არის ზეიმი მართლაც ერთის მხრივ წმინდა ნიკოლოზობა მე კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო თითოეულ თქვენგანს ყველა ემიგრანტს ფარავდეს წმინდა ნიკოლოზობა თქვა წმინდა ნიკოლოზი ჩვენს სამშობლოს და უფალი და დღეს არის ზეიმი ჩემს გადაცემაში მართლაც დიდებული პოეზიის დავით შემოქმეdelis პოეზიის და მინდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა რომ დავით შემოქმედელი დღეს არის ჩვენი თანამედროვე გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა რომ ის არის თითქოს სხვა საუკუნიდან გადმოხვეწილი ადამიანი მე ესეთი შეგრძნება მიჩნდება ბატონო დავით კი ბატონო გავაგრძელებ და მივალ ლექსამდე განწყობას ერთ თემასაც მინდა შევეხო თქვენი ნებართვით სანამ გავიზოთ აი თქვენ ამბობთ რომ გრიგოლ ორბელიანის დამოკიდებულება ნიკოლოზ ბარათაშვილის მიმართ არ იყო შემთხვევითი ის რაღაცა სხვა პოეზიის სხვა მიმდევრებს განასახიერებდა და თქვათ მიუყვებოდა და ნიკოლოზ ბარათაშვილი როგორც თითქოს მოდერნისტი რომანტიკოსი მაგრამ რაღაც მხრივ მოდერნისტი ხო იმიტომ რომ ის ტენდენციები რომელიც მაშინ იყო და მძლავრობდა ქართულ რომანტიზმში ალექსანდრე ჭავჭავაძე იგივე გრიგოლ ორბელიანი მე მახსენდება თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში ეს უდაო შედევრი და თქვათ გრიგოლ ორბელიანი როგორც მართლაც ძალიან დიდი პოეტი სასახად შეიძლება ითქვას და ყოველთვის მიკვირდა რომ აი ესეთი ძალავრი მოვლენა და ქარიშხალი თუ შეიძლება ასე ითქვას როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო როგორ შეიძლება არ შეეგზნო გრიგოლ ორბელიანს და მithumetes მათ ნაცნობი კავშირიც ქონდათ აი ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვს მოყოლებლობას და მინდა მოусმინოთ ხო ჩემს ესეისტურ წერილებში არის გრიგოლ ორბელიანზე წერილი დაესრეთ მზერა სურს სიკვდილამდე ასეთი წერილი არის დიდი ხნის წინათ გამოვაქვეყნეთ რა თქმა უნდა კითხვა დგება ასეთი რომ ერთი მხრივ არის ინფანტერიის გენერალი მაშინ ამიერკავკასიის ერთ-ერთი მმართველი რომელიც ბრონხაუზის იმაში შედიოდა ენციკლოპედიაში რაც მაშინ სოფლიო ენციკლოპედია იყო საქართველოში იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე ერთ პერიოდში და რომელსაც წევრები ყავდა ნადირობა უყვარდა და თავისი მით რომ გამოვიდოდა ორბელიანი და ამ დროს ვთქვათ ერთი კოჭლი სულიად ყველასათვის უცნობი რომელიც იქ განჯაში არის პატიმრებს და იმას დაძფულებს და რაღაცებს და ზოგჯერ კრიტიკაში წერია რომ აი მას მისი შეშურდა ერთ შეშურდება ადამიანს შეიძლება შეშურებული იყო თქვათ ალექსანდრე ჭავჭავაძის რომელიც ისევე ხუხტა იმისთვის იქ შეშურება შეშურდება თანაბარი ძალის და თან ძმისშვილის ხო და ახლა აქ რა დიშვილი და ახლა რა ხდება აი მე რაც რო წაიგითხავს პოეტი ხო ახლა რა ხდება და გეტყვით ახლა ხდება ის რომ პოეზია არის ძირითადად არის მრავალი სახეა, მაგრამ თავარ ხაზს გამოვხდით, ერთი არის გზნობად კონკრეტული პოეზია. გზნობად კონკრეტული არის, რომ მე ჩემი ემოციები მაქვს, ჩემი დამოკიდებულება მაქვს საგანზე და ხატავ ამ საგანს. თქვა, მის სადგერძელო
თქვათ მისი დას ეფემიასადმი მისი ტაძარზე როლექს წერს გრიგოლ ორბელიანი ყველგან ჩანს ადამიანის დამოკიდებულება ესე იგი გრძნობისმიერი დამოკიდებულება სამშვილელის დონეზე მაგლა ეს არ არის რომ ხედავს საგანს თქვათ იქ წვადებიო იქ კეიფიო იქ ეს ხო აღწერს ამას ყველაფერს და ამ სიტუაციაში ხედავს ამ დროს მოდის ადამიანი რომელმაც ეს საერთოდ არ არსებობს მისთვის ასულო ბოროტო მერანი მიქრის სად მიქრის მიღმიერი ეს არის ესე იგი ეს არის ესე იგი არსობრივი პოეზია. ესე იგი საგნის არსის შეცნობა. ეს დაახლოებით იმას მოგავს, რომ იყო თქვათ ხატვარი სალვადორ დალი, რომელიც თქვათ ხატავდა სხვადასხვა მითებს, რელიგიურ თემებზე რაღაცებზე და ამ დროს მოვიდა სეზანი თითქოს უბრალო საგანი მსხალი დახატა, მაგრამ მსხალის შიგნით საგანი რა შიგნით არსი. იმიტომ რომ ყველაზე რთული საზრის ხო ყველაზე რთული პოეზიაში არის საგნის განმარტება. აი ჩვენ გვაქვს მაგიდა, ხო? რა არის ეს მაგიდა? არის ის რომ ჩვენ ეს გადაცემა მიყვავს, არის ის რომ ეს ხეა, თუ ესა მაგიდა. თუ ეს ახლა რომ აქ სიბნელე იყოს და ჩვენ შევდგეთ შეიძლება და ნატურალანთოდ. ან შეიძლება სიცივიდან ვიღუპებოდეთ და დავწვათ ეს მაგიდა და ამით გადავჭეთ სითბოთი. და გადამჩენელი საგანი. ამიტომ საგნის არსის შეცნობა ყველაზე რთულია ფილოსოფიაში. რა არის საგანი და ეს დაკავშირშია გრიგოლ ორბელიანსა და გრიგოლ ორბელიანი მაშინ რომ აი სწორედ არსში შედიოდა სულიერ პოეზიაში შედიოდა ბარათაშვილი. რა არის თქვათ ამავე რა არის სიცოცხლე, რა არის ხელისება, რა თავარი მიღმიერი, რა თავარი ღირებულება სულიერი, სულს ზედლაპარაკობს ეს თვითდაბადი გენია ხო გენია შეიძლება იქაც იყოს დავუშვათ მაგრამ ეს წავიდა სხვა მიმართულებით წავიდა სული მე ეს გააგრძელა გარკვეულწილად ტერენტი გრანელმა და აი ეს სულის ძიება და ტერენტი გრანელში ცხოველების საგანს ვერ ნახავ საგანი არა არის ყველაფერი მიღმული და ეს ამაზე ლაპარაკობს ნიკო სამადაშვილისაც ხო ნიკო სამადაშვილი ის უფრო ნიკო სამადაშვილი უფრო წარმართული მეთოლოგიური რაღაც არის გამიგე და ხო თქვენი ლექსები ის ორი ლექსი აუცილებლად თქვენ ერთი ლექსის წაკითხვა გინდოდა და მე ის ლექსი რომელიც კარგი რახანიც ტკივნეული მომენტი იყო და რაც ჩემს ძალიან ძლიერ მოხვდა როცა განვიცადეთ ვისაც უნახავს ეს ომი თქვათ აქ ყველაზე უბედურება იყო ის რომ ჩვენ აფხაზეთი და სამაჩაბლოს სანამ დავყარგეთ ჩვენ დავყარგეთ ერთმანეთი ქართველებმა გახდა ჩაიდო შუაში ხიდი გაიბზარა ქართველებს შორის ერთი ერთხარის იყო მეორე მერხარეს იყო ჩემი პროსი მეღვარი ერთ ადგილას წერდა არჩი სულაკავრი რომ ქართველების იმობენ ქართველებზე გამარჯვებას ამ ომში და ეს არის ყველაზე რთული მომენტი ქვეყნისთვის იმიტომ რომ ქვეყანა მაშინ არის ქვეყანა როცა სინერგია ორი ძალა ერთმანეთთან ერთდება და ამის მაგივრად შენ როცა ხებულობ დისინერგიას ანუ ორი ძალა მიდის საწინააღმდეგო მომენტით ამდაგვარი არის რესპუბლიკის მოედანზე ჟან დებუას ის რო არის პოსტმოდერნული ველოსიპედი ის შეიძლება სადმე გამოფენაზე გაიტანო როგორც პოსტმოდერნული მაგრამ სინამდვილეში ის აჩვენებს რომ ერთი ველოსიპედის ბორბალი ხეთ მიდის და მეორე აქეთ მიდის დისჰარმონია ხო არის დისინერგია ანუ ენერგია ჩვენ არა ერთი მიმართულებით მივდივართ არამედ მე აქეთ გეწევი თოკით და შენ იქით მეწევი ესა მთელი ქართული პოლიტიკა და ეს ჩანს ამაზე უბრალოდ მე ვერ მივიღე ეს იმის გამო რომ დავით აღმაშენებელი რომელიც ერთიანობის სიმბოლო იყო და რომელიც აერთიანებდა ერთმანეთთან აი ვთქვათ ტოლერანტობას და სულიერსა და პრაქტიკულს როგორც ავთანდილია რუსთაველის პოემაში იმის ძეგლის ადგილას არის დისინერგიის სიმბოლო გამიგე და ეს სიმბოლოები მოქმედებს ადამიანებზე სიმბოლოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ახლა ამ ლექსს მინდა ეს უბრალოდ იმ ტკივილზე არის მაშინ თელზე ახლა მაშინ არ იყო ჯერ კომუნისტური პერიოდი დამთავრებული და რადგან მე მისცემდა თქვათ მერაბისთან და სვიათთან მეგობრობდი და თქვათ მე ეროვნულ ორგანიზაციაში მოვხვდი მიწევდა ასეთი ლექციების დაწერა ცოტა სირთულეებთან მქონდა საქმე რაღა უნდა მიყო მტერო მაშინც ვტირი როცა მღერი აქეთ მოყრის ის არის მგლეც იქით რუსის ხიშტის წვერი გულში ბოღმა ჩამისახდა ჟამი ესე მეკცა ფარსად
მე რომ გოგო შევიყვარე თათრის ფაშის დგება ხასად მე რომ ბიჭი ძმად ვიღულე ტრის ტაბლასთან მოყვრად მჯდარი აქეთ მკლავს და აქეთ პარავს ვაი ჩვენ ცოდვის ბრალი და მახელებს გრძნეული ხმა ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი გორზდა ზუგდი ციხით უკვე საქართველო აღარ არის და სარჩოსთვის ქუჩაში მდგარს სახეში სემს ქარი მტვერი და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი რაღა უნდა მიყო მტერო მაშინც ვტირი როცა მღერი აქეთ მოყრის ის არის მგლეჯს იქით რუსის ხიშტის წვერი საოცრად გამოხატეთ აი ეს არის მართლაც ის პოეზია რომელიც გამოხატავს აი მდგომარეობას მართლაც აი სხვა მხრივ დამანახეთ ის მართლაც მოვლენები რომელიც იყო აი რა არის თავარი როდესაც პოეტი ლექსით ცდილობს ადამიანმა ჩასვდეს იმ მართლაც უხილავ გზნობებს რომელიც მძლავრობს იმ სწორედ დუხჭირ ეპოქაში და დუხჭირ დროს რომელიც ხშირად უყურადღებულშია ბატონო დავით ის გზნობები რომელიც ახლა გრანელზე ვილაპარაკე ერთ ლექლავზე იგივე და მიბაყო გრანელი რომელიც ამბობდა ცნობილია რომ არა სიცოცხლე არა სიკვდილი არამედ სხვა მესამე გზა არა სიცოცხლე არა სიკვდილი რა ის სულში ასრე რომ იწვის ქარების ცემით გონე მიხდილი გაექცე უნდა ტყვეობას მიწის საწუთი სოფლო ეს წესია თუ ჩამოშლილა საღდრის ქვიტკირი აედევნები ცივ პროცესიას თითქოს საკუთარ ცხედარს მისტირი გულშიც საფლავი რაღაც დაგჩემდა ანამცრემლ ხილვებს რა დარეხსნები ზოზიას ლოცვაც ვერ მოგარჩენდა სიტყვების ჯვარზე გაკრუს ლექსებით ზაფრიდ მზემ გულზე განაბზარებმა გამოანათა თოთო ნათელი კაცი ხარ ლექსი თუ სახარება თუ ცადამიწის შუა სამთელი ბრავო აი და საოცარი ლექსია ფოზისტრები მომოდგა მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ აი გრანელი მართლაც აედევნებოდა სრულად უცნობი მიცვალებულის პროცესიას და აი მშობლიური ძმასავით დასავით ტიროდა დაჯდებოდა და ტიროდა აი ეს კარგად გადმოეცა დავით შემოქმედას ეს პროცესი აი გრანელის ესეთი გლოვა ამ ლექსით მართლაც აი დაუყო მისი ეს გზნობა და მისი ეს დატირება სასულად უცხო მაგრამ სულად ახლობელიც მოგესალმება რომ ჩვენ ყველა ერთმანეთის ახლობელი ვართ მეგობრებო მე მინდა გთხოვთ ბატონო დავით ის საოცარი ლექსი რომელიც არის ჩემი აზრით უდიდესი გამოხატულება იმისა თუ რაუდენ დიდი დაფიქრება გვმართებს ჩვენ ყველა დროს ყველა გასაცდელი ჟამს მით უმეტეს. მოგესალმებათ რომ მშვიდობის ჟამს თითქოს ჩვენ ერთმანეთს ვშორდებით. თითქოს ჩვენ ერთმანეთის გულები თლად აღარ გვაინტერესებს ხოლმე, მაგრამ როდესაც დგება განსაცდელი, როდესაც დგება რაღაც ისეთი გადამწყვეტი მომენტი, ხშირად ჩვენ ვერთიანდებით და ჩვენ ხშირად ამ ერთიანობით გადაგვაქვს ის უმძიმესი განსაცდელი და ტკივილი, რომელიც ჩვენს წინაშეა. აი თუნდაც ილია მეორის გარდაცვალების პერიოდში მოგესალმებათ როგორ გაერთიანდა მთლიანად საქართველოს, როგორ გავერთიანეთ მეგობრებო. ერთი ინციდენტი არ არსებობს, რომ ან ვინმესთან დაპირისპირების ან არა იყო მორჩილება, იყო უდიდესი პატივისცემა, უდიდესი რუდუნება, ეს არის საქართველო და ჩვენ უნდა ვისწავლოთ რომ მშვიდობის დღეებშიც აი ამ რაღაც სიწყნარის დღეებშიც იმ დღეებში როდესაც თითქოს რაღაც განსაკუთრებული ახდება ერთმანეთს არ ვეპაექოთ ერთმანეთს რაღაცა სიყვარულით უპასუხოთ გაგებით უპასუხოთ ყველაფერზე და რაღაცა ეს ერთიანობა არასოდეს არ მოვიშალოთ მე მინდა ბატონ დავით დაიწყოთ ეს ლექსი და აი უბრალოდ ძირფესკენ მაყურებელს მინდა ყურადღებით მოусმინოთ ეს არის საოცარი ლექსი შედევრი რომელიც გახდება საუკუნეებს ის თუ ხაროთ ნახე და სიპირად ვიტყვი ესა ვართ რაც ვართ ცაზე ღრუბელი რაღაც საოცრად ჩანგისურად წვება ნუ თუ სამშობლო მხოლოდ ეს არის
მარტო ლაქლაქი და დამარცხება. ჩვენ არ ვიყავით, ფარსად ანობდით და შურის ზაფებს ჩუმად ვაბამდით. პილატესავით ხელებს ვიწმენდით და უფლის კაცებს ჯვარზე ვაკრავდი. ზოგი კი ხონთქრის მზეს ლოცულობდა. გოდებდა ხალხი ეს რა მოგვდისო, ისიც ხომ გვახსოვს, აგერ ჩვენ თვალწინ, ჩრდილოეთიდან მზე ამოდისო, მაგრამ ხომ იყო ხახული კრემი, იყო გელათი, იყო ვარძია და ინდოეთის კარიბჭის ლოდი ერეკლემ თავის ხვლით გადასწია. გვეწერა მხრებზე ძლევა დიდგორი, ჩვენზე ხმამაღალ ლეგენდებს ხსამდნენ, რომში ბელონას დიდ ტაძართან ქართველი მეფის ძეგლსაც რომ დგამდნენ, მაგრამ ხომ იყო ხახული კრემი, იყო გელათი, იყო ვარძია და ინდოეთის კარიბჭის ლოდი ერეკლე თავის მხლით გადასწია და მტრის მახვილზე უფრო გზარავდა, მომიზნებული მოყრის ის არის, ისე მივდივართ, გოჯიც არ რჩებათ, შვილებს კანკელთან და საფიცარი ესავართ რაც ვართ, ცაზე ღრუბელი რაღაც საოცრად ჯანგისფრად წვება, ნუ თუ სამშობლო მხოლოდ ეს არის, მარტო ტკივილი და მარცხება და შენდისფერი შენი დროშის სადარს სამრევლო, ოკეანეში ტივივით ჩანს მიწა სართველო, უნდა იფიქრო თავი ხვალეს როგორ აჩვენო, ხმალს რომ ჩააგებ იქნებ მაშინ კუტეები ქართველო. ბრავო ბატონო, ბრავო, უდიდესი მადლობა. მე ვფიქრობ რომ დღევანდელი გადაცემა შედგა ძვირფასო ტელემოყურებლებო, ჩვენ დღეს ვსაუბრობდით ქართულ პოეზიაზე, ქართულ სინამდვილეზე, ქართულ ლიტერატურაზე და არა მარტო, ჩვენ ვსაუბრობდით ქართულ მართლაც იმ ტრაგიკულ დღეებზე, რომელსაც ერქვა 1990-იანი წლების სამოქალაქო ხურდაპირისპირება. ჩვენ მინდა გითხრათ რომ დღევანდელი გადაცემა იმედით დავასრულო, მინდა რომ დღევანდელი გადაცემა მე დავასრულო რაღაცნაირად მერმისზე ხვალინდელი დღის ესეთი შეგრძნებით, იმედით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, რომ ხვალინდელი დღეს უფრო ერთიანი იქნება ქართველი ერი, რომ ხვალინდელი დღე იქნება უფრო მეტად სიყვარულით და სიკეთით სავსე ჩვენს გულებში. ხშირად მეგობრებო, არის ისეთი დრო, რომ თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივია, მაგრამ ესეც არ არის. ყოველი დღე არაჩვეულებრივია, ყოველი დღე რაღაც ახლის მომცემია, ყოველი ურთიერთობა რაღაც ახლის დასაწყისია და რაღაცის სასწავლებელია. აი ამებზე, ამ ღირებულებებზე დავფიქრდეთ შეუმჩნეველზე, უხილავ გრძნობებზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის. ეს იყო ჩემი გადაცემა, ნიკოლოზ მებაღიშვილის გადაცემა, ღმერთის სამშობლო ადამიანი და ჩემი სტუმარი იყო თანამედროვეობის დიდი პოეტი, ძალიან დიდებული ადამიანი, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით ერთი სტროფით. იმედიანად, ზეკი ვერ დაჭრეს, ჩემში ისევ ღვივის უქრობი, ზენასრულ გარსთა, უნათლეს, მეწამულ ფერთა, სიცოცხლის იქით, სიცოცხლია ჯერ სულ უცნობი, სიკვდილს რომ შურს და კოსმიურ სულს აერთებს ღმერთთან. ბრავო. დიდი მადლობა ბატონ დავით, დიდი მადლობა ძვირფასო ტელემოყურებელ ყურადღებისთვის. შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. მადლობთ ყურადღებისათვის. მომავალ შეხვედრაზე.